პირველი ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მედია მზიაჯუღელი 1925 წელს ქუთაისში დაიბადა. საბჭოთა ხელისუფლებამ მომავალი ჩემპიონი პრაქტიკულად დააობლა. 1938 წელს მამა ნიკოლოზ ჯუღელი დააპატიმრეს და შემდეგ დახვრიტეს. მალევე დააპატიმრეს და გადაასახლეს მედიას დედა. ქართულ ტანმოვარჯიშეს წარმატებები უკვე სკოლაში სწავლის დროს ჰქონდა. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადისთვის მედია ჯუღელი ცნობილი სპორტსმენია როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარკვეული ხელისშემშლელი პირობების მიუხედავად ის ჰელსინკში მაინც გაემგზავრა და მოიგო ოქრო ინდივიდუალურ გამოსვლაში, ხოლო ვერცხლი გუნდურ ასპარეზობაში. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი ნაკრებში 1957 წლიდან 1954 წლამდე მოღვაწეობდა. მიღებული აქვს თითქმის ყველა აღიარებითი ჯილდო, მათ შორის არის საპატიო თბილისელიც. სხვადასხვა დროს იკავებდა მწვრთნელისა და ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელ თანამდებობებს. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა. იცნობდე შენს ლეგენდას.